სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის ყველას მოგილოცავთ მირქმის მიგებების დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს რომ აი დღევანდელ დღესასწაულს სხვაგვარად ასეც ქვია ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის დღესასწაული და ისე არ წავსულიყავით ამ ქვეყნიდან, რომ აქვე არ შევხვედროდით ღმერთს და ეს შეხვედრა მარადიულად არ გაგრძელებული. იმიტომ რომ ადამიანის ბედნიერება სწორედ ეგ არის. ერთ-ერთი საეკლესიო მოღვაწე ტერტულიანი ასეთ რამეს ამბობს, რომ ადამიანის სულიო ბუნებით არის ქრისტიანი. მნიშვნელობა არ აქვს ის სად არის, სად დაიბადა, სად გაიზარდა, რა რწმენა აქვს ამ წუთში თუ ასე შემდეგ. მისი სული ბუნებით არის ქრისტიანი. იმიტომ რომ ეს ღვთისგან არის შექმნილი. ამიტომაც აი მოდი ჯერ უბრალოდ ზოგადად ისტორიულ მხარეს შევეხოთ და მერე სულიას. არსებობდა ასეთი წესი ჯულში, რომ ყოველი პირმშო ვაჟი, რომელიც იშვებოდა, ანუ პირველი შვილი, წმინდად იწოდებოდა, უფლის წმინდად იწოდებოდა. ამიტომაც იყო წესი, რომ მieყვანათ, ესე იგი, ტაძარში მე-40 დღეს და შეეწირათ ან ტრედი, ან უფრო შეძლებული იყო ოჯახი, უფრო დიდი რამე. როგორც ჩანს, ღარიბად ცხოვრობდა მართალი იოსები და ქალწული მარიამი, ამიტომაც მათ ტრედის ორი მართვა მიართვეს. მიიყვანეს 40 დღისა ტაძარში და აი აქვე მინდა რომ ხაზი გაუსვა, ესე იგი დღესაც ოჯახი, რომელიც რწმენით ცხოვრობს, ცდილობს რომ ბავშვი თავის დროზე მიიყვანოს ტაძარში. აი მე-40 დღეს მიიყვანოს, მანამდე მერვე დღეს მიიყვანოს, რომ სახელის დარქმევის როცა წაუკითხოს მღვდელმა, ყველაფერი ლოცვით დაიწყოს. აი ღმერთს მიანდოს, ესე იგი თავისი შვილი. რომ ყველაფერი ღვთისგან დალოცვილი იყოს, ესე იგი მე-40 დღეს მიიყვანოს, მონათლოს ეს ბავშვი. მერე ხშირად აზიაროს, ესე იგი. და რატო აღასრულებს, წარმოიდგინეთ, აი უფალი იესო ქრისტე აღასრულებს ყველაფერი იმას, რაც შეიძლება ითქვას, რომ მას ეს არ ჭირდება, მაგრამ მან ამითიც მაგალითი მოგცა, რომ ჩვენ როგორ უნდა აღვასრულებთ, იმ წესს როგორ უნდა აღვასრულებთ. მშობლები, რომლებიც ასე იქცევიან, ისინი თავისი შვილისთვის ძალიან დიდ სულიერ ნუგეშს მოიტანენ. იმიტომ რომ ღმერთთან სიახლოვეში მყოფი ბავშვი უფრო მეტად თავშეკავებულიც იქნება ცოდების მხრიდან, უფრო მეტად იმედიანიც იქნება გასაჭირში. აი მშობელმა მეტი რას მდიდრე უნდა მისცეს ახლა შვილს იმაზე მეტი, რომ აი ეს ასწავლოს, რომ ეს რწმენა ასწავლოს. ამიტომაც აი ჩვენ აი შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტერმინით ვთქვათ, ყველაზე მეტი ინვესტიცია, რაც შეიძლება ჩადო, ეს არის შენი შვილის სულიერ განათლებაში. იმიტომ რომ მოციქული პავლე ამბობს, ხორციელი წვრთნაო, დროებითიაო, მარტო ამ წუთის სოფელში ჭირდებაო ადამიანსო და სულიერი წვრთნა აქაც ჭირდება და მარადიულობაში. და ვის თუ არა ქრისტიანს წამს, რომ არსებობს მარადიული ცხოვრება. და თუ ქრისტიანს ეს არ წამს, მაშინ პავლე მოციქულის სიტყვებითო ვიტყვი, რომ მაშინ ყველაზე საწყალი ის ყოფილა. რატო? იმიტომ რომ თუ არ წამს, რომ მარადიული ცხოვრება არსებობს და ამ წუთის სოფელშიც ამდენ რამეს იკლებს, განა ყველაზე საწოდავი ის არ არის? ეხლა ვისაც საერთოდ ეს არ ასწამს და არც ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ის აქ მაინც მოილხენს და არაფერს არ მოიკლებს, რამდენიც შეიძლება, რა თქმა უნდა, რამდენსაც დრო, ენერგია თუ მატერიალური სახსარი და ჯანმრთელობა მისცემს, არაფერს არ მოიკლებს და ასეთ ცხოვრობს ადამიანი. იმიტომ რომ მას არ ჯერა, რომ არსებობს იმის იქით რაღაცა. წარმართია, შეიძლება მონათლული, მაგრამ შინაგანად წარმართია, მსოფლმხედველობა ესეთია.
შეიძლება ემბაში ჩავსდეს ნათლიებით ყავს, შეიძლება ორ ციფრიანი იყოს რაოდენობა, ორნიშნა რიცხვები, ნათლიების რაოდენობა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ის ქრისტიანია. შეიძლება აზროვნება არ აქვს საერთოდ ქრისტიანი. მაგრამ ახლა ჩვენ იმაზე ვამბობთ, რომ აი ვინც მოდის მარხულობს, ახსარებას ამბობს, ეზიარება, თუ იმას არ სწამს მარადიული ცხოვრება. მაშინ ყველაზე საცოდავი ის არის, სიცივეში, სიცხეში, წირვაზე უნდა იდგეს, წელიწადის განმავლობაში ნახევარზე მეტი მარხვა. და რამდენი რამისაგან თავი უნდა შეიკავოს და რისთვის, რაც არ ჯერა იმისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ არის მარადიული სიცოცხლე და თუ ეს სწამს, მაშინ იმ ხორციელ წვრთნასთან ერთად არც თავის თავს და არც თავის შვილს არ მოაკლებს იმ სულიერ წვრთნას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქ დახვდათ მართალი სვიმეონი. თქვენ ეს ისტორია ძალიან კარგად იცით, მაგრამ წელიწადში ერთხელ არის მირთმის დღესასწაული და ჩვენც გავიხსენოთ ამის შესახებ. მართალი სვიმეონი იყო ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა საღვთო რჯული წმინდა წერილის წიგნებით, ძველ აღთქმაზეა საუბარი, იმიტომ რომ მაშინ ახალი აღთქმის წიგნები არ არსებობდა და ეგვიპტის მმართველმა პტოლემეოსმა გადაწყვიტა, რომ ებრაულიდან ბერძნულად გადაეთარგმნა საღვთო წერილის წიგნები. ამას ორი მხარე ჰქონდა. ერთი ის, რომ მას თავისი ბიბლიოთეკა შეეძლო კიდევ გაემდიდრებინა და მეორე კიდევ ის, რომ ეგვიპტეში მცხოვრებ ებრაელებს აღარ ესმოდათ ებრაული იმდენად, რამდენადაც ბერძნული და ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ეს წიგნები უნდა ყოფილიყო. ჩამოიყვანეს ისრაელიდან 12 ტომიდან, თითო ტომიდან 6 სწავლული, სულ 72 გამოვიდა და მათ თარგმნეს ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ბიბლია, ძველი აღთქმა და სეპტუაგინტა ეწოდა ამ თარგმანს, ანუ 70-და თარგმანი ასე ეწოდება. დღესაც აი რაც ქართულ ენაზეა, იქიდანაც არის ნათარგმნი, სეპტუაგინტადან არის ნათარგმნი. და ესე იგი, მათ შორის იყო ერთ-ერთი მართალი სვიმეონი, რომელსაც წილად ხვდა ესაია წინასწარმეტყველის თარგმნა. და მას შეხვდა ისეთი წინადადება, ისეთი სიტყვები, რაც ადამიანური ლოგიკისთვის შეუფერებელია, ვერ დაიჯერებდა და ჩვენ ვერ დავიჯერებდით ის ერთადერთი შემთხვევა, რომ არ არსებობდეს, რომ ქალწულისაგან იშვა და ღმერთი განკაცდა. ახლა როგორ დაიჯერებ ადამიანი, რომ ქალწულისაგან ადამიანი იშვება, ვერ დაიჯერებ, იმიტომ რომ ესაც ღვთისგან არის ჩადებული, რომ ეს ასე უნდა განხორციელდეს, ასე უნდა მოხდეს. ამიტომაც ვერც მან ვერ დაიჯერა, ისეთ რამეს უყურებდა, ისეთი რამე ეწერა, რომ ეგეთი რამე რო არასოდეს არსად არ მომხდარა. ამიტომაც ჩათვალა, რომ რაღაცა შეცდომა იყო ჩაწერის დროს და მოიფიქრა, რომ ამოეფხიკა ეს ნაწერი პერგამენტიდან და ჩაეწერა სხვაგვარად გათხოვილი ქალი ჩაეწერა და ასე. მაგრამ თქვენ იცით, რომ ანგელოზმა მას ხელი გაუჩერა და აუწყა, რომ სანამ მისი თვალით არ იხილავდა განკაცებული მაცხოვარს, ქალწულისაგან შობილს, მანამდე არ გარდაიცვლებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, მის წინაშე რამდენი თაობა გარდაიცვალა. ახლა ჩვენთვის ესე იგი ცნობილია, რომ ადამი რამდენ ხანს ცხოვრობდა, 930 წელი, ახლა 930-თან შედარებით მისი დაახლოებით 270 წელი სიტყვაზე, დაახლოებით ამბობს, ზუსტით არ იგო მისი არავინ არ იცის, მაგრამ არაფერი არ არის, ახლა ბევრი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ 60 და 70 და 80 წელთან შედარებით მისი ასაკი უკვე ბევრია და მის წინაშე მრავალი თაობა გამოიცვალა. რამდენი ჭირი ნახა ამ კაცმა, თქვენ წარმოიდგინეთ, თან ისეთ პერიოდში მოუწია მას ცხოვრება, რომ მათ კარგი დღე არ აქვს ისრაელს. და ბოლოს, როდესაც ნახა ქალწულისაგან შობილი ყრმა იესო, ასეთი სიტყვები წარმოთქვა. აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებ შენი სამშვიდობ. ანუ ახლა გამიშვიო, რომ გარდავიცვალო. რამე თუ იხილეს თვალთა შემთა მაცხოვარება შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისას, ნათელი გამორწინება წარმართვა ზედა
და დიდებად ერისა შენისა ისრაელის. ანუ ახლა გამიშიო, რადგან შენი მაცხოვარება ვიხილეო, ჩემი თვალით ვიხილეო, რაც ქონდა აღთქმული ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ, რომელიც წარმართებზე როგორც ნათელიო, ისე გამოვწმინდაო. ასედაც არის ნათქვამი, როდესაც ის გალილეაში მივიდა, ზაბულონისა და ნეფთალემის მხარეში, გალილეა წარმართაო, ხალხი, რომელიც ბნელში ისხდაო, ნათელი დიდი აღმოუწყინდაო, რომლებიც ისხდნენ სიგდილის არჩდილის ქვეშ, ანუ რომლებიც სოდაში ცხოვრობდნენ, დიდი ნათელი გამოუწყინდათ. შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლებს მიუბრუნდება და ეტყვის, რომ ესო დგასო მრავალთა დაცემად და აღდგინებად, ანუ მრავალი დაეცემა და მრავალი აღდგება, ანუ ქრისტეს მოღვაწეობა, ესე იგი, მაცხოვნებელია, მაგრამ მის მიმართ არასწორი დამოკიდებულებით მრავალი დაეცა, მრავალი შურის ცოდვით დაეცა, მრავალი მკვლელობის ცოდვით დაეცა, მრავალმა სული წარიწმინდა მის მიმართ სიბოროტით, ზოგმა შეგნებულად და ზოგმა სხვებისაყოლით შეუგნებლად, მაგრამ მრავალი აღდგება, ანუ მრავალი სულს გადაირჩევს. მისი მიბაძვით, მისი დაჯერებით, მისი ჯვარცმით და მისი ამხელა წყალობით მრავალი სულს გადაირჩევს. და შემდეგ ეუბნება, რომ თვით შენშიც გაივლის მახვილია, რათა განცხადდეს მრავალთა გულის ზრახვანი. ანუ მახვილი გაივლის რას ნიშნავდა, რომ ისეთი ტკივილი გექნება, რომ ეს შედარება მოიყვანა, რომ აი სულში რომ ეხლა სხეულში რომ მახვილი გაივლის, როგორი ტკივილი ექნება და სულიერ ტკივილს ხორციელი ტკივილი ვერ შეედრება. ახლა წარმოიდგინეთ, აი სიტყვაზე ვამბობ, აი რატო ვერ შეედრება. დაუშვათ, ახლა რამდენი ვართ აქ რო შვილები გყავს, ხო? დაუშვათ გაიგერო სადღაც შენი შვილი წაიქცა და ფეხი მოიტეხა. ხო გეტკინა, ხო დამწუხდა. მაგრამ თუ გაიგერო შენი შვილი სადღაც უღირსად მოიქცა, ეგ ხო უფრო მეტად გამწუხებს. ამ ორს შორის შედარება ხო არ შეიძლება გააკეთო. აი სადღაც მოიქცა, არაკაცურად მოიქცა, სადღაც აი უღირსად მოიქცა. ისეთი რო ადამიანს არ შეშვენს. ეს ტკივილი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ის რო გაიგერო იქ ფეხი მოიტეხა. ხოდა შენ სულში გაივლის მახვილი ნიშნავს, რომ შენ ძალიან დიდ სულიერ ტკივილს განიცდი. და რა ტკივილზე იყო ლაპარაკი? ეს იყო ტკივილი, როდესაც ის ხედავდა თავის ჯვარცმულ შვილს. ის ხო ადამიანია ჩვეულებრივ. ახლა ჩვენ ზოგჯერ გვაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ რახან ესე იგი მე ეკლესიურად ცხოვრობ, მე ღვთისმცნობით ცხოვრობ, თითქოს მე არაფერი არ უნდა შემეხოს, განსაცდელი არ უნდა შემეხოს. და რომელიც ჩვენთაგანი იტყვის, რომ იმასთან რაღაცით მიახლოებულად ცხოვრობ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რო ცხოვრობ. ხო ერთ ერთი ვერ იტყვის, ამ დედამიწაზე ერთ ერთი ადამიანი კი არა, როგორ ვამბობ, უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა. ყველაზე ახლოს მყოფ ანგელოზებზეც კიდე აღმატებულია ქალწული მარიამი. თუ მას ასეთი განსაცდელები შეემთხვა, თითოეულმა ადამიანმა განსაცდელი ჟამს სწორედ ის უნდა გაიხსენოს, რომ რა მოითმინა, რა გადაიტანა ქალწულმა მარიამ. მაგრამ ამ ტკივილებს, რა თქმა უნდა, ის სიხარულით დაერთო თან, რაც იყო გამოწვეული ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით. როდესაც მართალი სვიმეონი ტაძარში მიდის და ღმერთი მიდის ამ დროს ტაძარში და ისინი ერთმანეთს ხვდებიან, აი ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ზოგჯერ ვამბობთ, რომ მოდი დღეს არ წავალ ტაძარში, მერე წავალ და იქნებ ის არის ზუსტად შენი და ღმერთის შეხვედრის დღე. როდესაც ჩვენ ვფიქრობ, რომ მოდი მე დღეს არ წავალ, იქნებ ის დღე იყო. ამიტომ როცა წესია ტაძარში წასვლისა, ეს კვირა დღეა თუ საუფრო დღესასწაულია, იქ არასოდეს სხვა არაფერმა არ უნდა ჩაანაცვლოს, თუ შენზეა დამოკიდებული. არის ზოგჯერ რომ შენზე არ არის დამოკიდებული. სიტყვაზე ვამბობ, სადღაც აი სასტრაფოში ხარ, მორიგე ხარ, ჯარისკაცი ხარ თუ რაღაც ისეთი სამსახური გაქვს, რომ უბრალოდ ვიღაცამ უნდა იმორიგეოს. შენ თუ არ წახვალ, მაშინ სხვა უნდა წავიდეს. აი არ არსებობს იქაც რაღაც ესეთი წესი.
მაგრამ თუ შენზეა დამოკიდებული, შენ ყველაფერი უნდა გადადო და ეს უნდა აღასრულო. ამაშიც ადამიანის ღვთისადმი რწმენა ჩანს. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის დღესასწაულია და ადამიანისა და ღმერთის შეხვედრა სინანულის გარეშე შეუძლებელია რომ მოხდეს. საფუძველი ჩვენი და ღმერთის შეხვედრისა ეს არის განცდა საკუთარი ცოდვების. ამიტომაც ახლა დიდი მარხვა დაიწყება ეფრემ ასურის როცას ვამბობთ ხოლმე. იქ მთავარი ეგ გაზდევს ის, რომ მომანიწემე განცდათვის და ცოდვად და არა განკითხვა ძმისეჩემის. და რატომ არა განკითხვა ძმისეჩემის? იმიტომ რომ სადაც ძმის განკითხვა იწყება, ესე იგი ეგ იმას ნიშნავს, რომ შეწყდა საკუთარ ცოდვების განცდა. შეუძლებელია ორივე ერთად არსებობს. ეს ჩემი მოგონილი არა, წმინდა მამათა მიერ არის. როდესაც იწყება მოყვას ის განკითხვა, ეგ იმის ნიშანია, რომ შენ ცოდვებზე ტირილი შეწყდა. როდესაც წყდება შენ ცოდვებზე ტირილი, მაშინ შეუძლებელია ჩვენი და ღმერთის შეხვედრა. დაბა მაშინ რაღაცი არგებს ადამიანს ხვების განკითხვა და განსაზღვრა. არადა ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთში ამას შეხდება ადამიანი. ორი ადამიანი არ შეიკრიბება ისე, რომ მესამეზე არ მოხდეს რაღაცა მაინც არის. აი თითქმის არ არსებობს, მე არ ვიცი. მაგრამ უიშვიათესად თუ მოხდება ის, რომ ორი ადამიანი შეიკრიბოს და ორივე მას ამბობდეს, რომ იცი, აი დღეს ესეთი რამე შემემთხვა, ეს შევცოდე. აი გახსოვს მეზობელმა, რომ ტაფა იყიდა, როგორ შემშულდა. გინახიათ ეგეთი რამე რო უთქვიათ, არ არსებობს. იმიტომ რომ ეს იცისო სიცხვილე, აბა მე როგორ მომივიდი? მე ადრეც მოგიყევით, ერთი მეგობარი ყავს. ძალიან გულწრფელი და უბრალოა. მოვიდოდა ხოლმე, დადგებოდა და რა შეეშალა, რა შეცოდა. ეს ისეთ რამეს რომ ჩვენ რო ვერ ვიტყოდით, რომ ცხენოდა, იმას არ ცხენოდა. თან რწმენი ცხოვრობდა, მოძღვარი ყავდა. ეხლა სად იტყვი, რომ შეგეშინდა რაღაც. ვერ იტყვი, რომ დაგენანა, ხო ვერ იტყვი. რომ შეგშურდა, ხო ვერ იტყვი. და სხვაზე უკეთესი რო გონია თავი, ხო ვერ იტყვი. აი ეხლა ჩამოდგები და იცი რა, მე ამ ადამიანს ჯობი ვარ ამითი, იმითი. ხო ვერ იტყვი, ის ამბობდა. მაგრამ ეგეთი ბევრია, ეგეთი ბევრი არ არის. მაგრამ აი სხვაზე რომ ენა მოვიქაოთ და კარგად გული ვიჯეროთ ლაპარაკით, ეგეთი უამრავია და სულ ეგ არის. გახსოვთ აი დოჩანაშვილი ყვებოდა, რომ გურამ დოჩანაშვილი ძალიან დიდი ადამიანი იყო და სამნი ვიდექითო და თუ ოთხნიო აღარ მახსოვს რა სამწუხაროდ და ერთი წავიდაო და ამ ორმაო დაიწყო იმ მეოთხეზე ლაპარაკი, ვინც წავიდა. ეხლა მეც წასვლას ვაპირებდიო და ამათ ვეუბნებიო. მოდი თუ რამის თქვას აპირებ ჩემზე, ეხლავე მითხარით. იმიტომ რომ მიხვდა, რომ ისინი სანდოები არ იყვნენ, იტყოდნენ რაღაცას. ხოდა ეგეთი კაცი შენთან რომ მოდის და სხვაზე ლაპარაკობს, არც სხვასთან დაგინდობს შენ. შეუძლებელია რომ დაგინდოს, არ დაგინდოს. თუ კი შენთან არ დაინდოს სხვასთან შენ რატო დაგინდოს? ხოდა ეგეთ ადამიანს ჯობია საერთოდ მოერიდო. ეგეთი ადამიანი შენ სარგებლოს არ მოგიტანს. თუ გამოსწორდა, კი მოგიტანს. მაგრამ რომ ჩამოშორდები და თუ დაფიქრდა რატომ ჩამოვშორდა და ეთყობა ამიტომ და ამიტომ, იქნებ გამოსწორდეს კიდეც. რატო ვერ მოგიტანს ახლა სარგებლოს? იმიტომ რომ კაცი თავის ცოდვებზე არ ნანობს. ხები ყავს საზრუნა და თუ თავის ცოდვებზე არ ნანობს და თუ მისი და ღმერთის შეხვედრა არ მოხდა და თუ მისი გული ღმერთთან შეხვედრით არ შეიცვალა, საღვთოდ არ მოიმართა, ის თავის უბედურია და შენ რა სარგებელი უნდა მოგიტანს. მაგრამ შენ სარგებელს მოგიტანს აი ესეთი კაცი, მე რო წეღავთ თავის ცოდვებზე რო ნანობს. მე ხაი ვიხსენებ და ვერ გავიხსენე მას სხვაზე თუ თქვია რამე ეგეთი, თავის თავზე რო ამბობ. არ მოხსოვს. ეგეთი რამე ეთქვა. ხოდა ეგეთი კაცი სარგებელს მოგიტანს.
რომელიც თავის შეცდომებზე ფიქრობს და ნანობს, მაგრამ სხვის საქმეებზე მოლაპარაკე, ვერც თავის თავს, ვერც იმ სხვას, ვიზეც ლაპარაკობს და ვერც შენ, ვერავითარ სარგებლოს ვერ მოგიტანს, პირიქით, შენს გასწავლის აგიყოლიებს, ასე იგი, რომ შენ სხვაზე ილაპარაკო. Ამიტომაც არის, რომ ბრძენთან მოარული თავადაც დაბრძენდებაო, სოლომონბრძენი ამბობს. გამკითხველ ადამიანთან მოარული თავადაც გამკითხველი გახდება. რუშთან მოარული თავადაც ნელ-ნელა რაღაცას ნეჩვეულებას გადმოიღებს. სიწმინდით მცხოვრებთან მოარული ნელ-ნელა ისიც წმინდა შეიქმნება. შეუძლებელია სხვაგვარად რომ მოხდეს. ამიტომაც აი საფუძველი ჩვენი და ღმერთის შეხვედრისა ეს არის საკუთარ ცოდვათა განცდა. ამიტომაც მეზერე რომ გამოვიდა ტაძრიდან თქვა უფალმა რომ ეს გამართლებული გამოვიდა. უზნეო იყო, ურჯულოდ ცხოვრობდა, მაგრამ ერთი რამის გამო, რომ საკუთარ ცოდებს ნანობდა, ამის გამო გამოვიდა გამართლებული. აი ღმერთმა ინებოს რომ ჩვენში გაჩენილი იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდვების განცდა. და უფალი ამბობს რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველიცად. ადამიანი თუ ნანობს იმას რომ რაღაც ვერ შეასრულა, აი პასუხისგებლობაზე ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ლაპარაკი. აი პასუხისგებლობა აქვს თითოეულ ადამიანს. ის ოჯახის, სამშობლოს, მეგობრის, თანაკლასელის თუ მასწავლებლის თუ ყველას წინაშე, თანაგუნდელის სადმე სპორტზე დადის. ყველას წინაშე ჩვენ რაღაცა პასუხისგებლობით ვართ შეკრული. და აი ამ პასუხისგებლობის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. და იქ თუ რამე ხდება ისეთი სინდისის საწინააღმდეგო, იმის სინანულით ძალიან მნიშვნელოვანია. იმის სინანულით პასუხისგებლობის ნაწილი. თორე ჩვენ შეიძლება ყველას უთხრათ, რომ ასე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, მაგრამ უპასუხისგებლო ადამიანს არ ვიცი შეიძლება უყვარდეს. იმიტომ სიყვარული პასუხისგებლობაში ცვლინდება. უპასუხისგებლოდ აი როგორ უნდა უყვარდეს, მე არ ვიცი. იმიტომ აი მე სულ ეს მაქვს აი სინდისიერად რომ იცხოვროს ადამიანი. კეთილ სინდისიერად. ეს არის პასუხისგებლობითი ცხოვრება. ეს არის ასეთი სწორი დამოკიდებულება ეკლესიური ადამიანის. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ და გახარებულები ყოფილიყავით. ჩვენთან არის ღმერთი.